17 ნოემბერს ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება. დეკლარაციის წარდგენას ფიზიკურ პირებს კანონი 3 ნოემბრის ჩათვლით ავალდებულებდა. გადასახადის გადახდა უწევს ყველას, რომელთა ოჯახის გასული წლის საერთო შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება. არ დაგავიწყდეთ 40,000 ლარი განსაზღვრულია 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ეკონომისტები ამბობენ, რომ ინფლაციის, ლარის გაუფასურებისა და ნომინალური შემოსავლის ზრდის პირობებში 20 წლის წინ დაწესებული ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის საშეღავათო 40,000 ლარიანი ზღვრის სასწრაფოდ მოდიფიცირებაა საჭირო. სტიპენდია, პენსია ისეთი ძალიან მცირე შემოსავლებით ვთქვათ, უკვე ეგენიც კი და რამდენიმე წევრია ოჯახში, ეგენიც კი უკვე აღწევენ 40,000 ზღვას. არ არის ადეკვატური ცხადია, ეს უარი არის გასაზრდელი. მინიმუმ უნდა გავორმაგდეს, მე ვფიქრობ 100,000 ლარამდეც რომ გაიზარდოს, რელევანტური იქნება უკვე. დღეს ის 40,000 ლარი პრინციპში არის საშუალო დაბალი შემოსავალი წლიურად. შეიძლება ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ამაზე ნაკლები შემოსავალი ვისაც აქვს, უკვე შეიძლება ითქვას სიღარიბის ზღვარს მიღმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ ეს ზღვარი არის გასაზრდელი, თუმცა რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თვითონ ფინანსთა სამინისტრო მუშაობდა მოდელზე, ცვლილების რომ ეს იყოს დამოკიდებული არა შემოსავლის ოდენობაზე, არამედ ქონების რაოდენობაზე. უკვე იმდენად გაუფასურდა ლარი, რომ ეს ზღვარი ძალიან დაბალი აღმოჩნდა. ამიტომ როგორც მინიმუმ რომ თავდაპირველ მიზნებს დაუბრუნოთ, ასე ვთქვათ, ეს გადასახადი, ეს ზღვარი რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს? 2-ჯერ, შეიძლება 3-ჯერ რადაც კი რომ ისევ იგივე პროპორციით შეეხოს საზოგადოებას, როგორც ადრე იყო. როდესაც ამ კანონს ღებულობდით ჩვენ, მაშინ, საშუალო მე ვიყავი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. ეს ნაწილი ჩემი ხელით არის დაწერილი. 40,000 ლარამდე განთავისუფლების წესი ჩემი ხელით არის დაწერილი. ის რაც კარგი იყო 20-22 წლის წინ. დღეს უკვე ცუდია. პრობლემას ფინანსთა სამინისტროც აღიარებს, თუმცა მოგვარებას არ ჩქარობს. წლებია უწყება მოგების გადასახადის რეფორმას გვიანონსებს. თუმცა მუშაობისთვის ითხოვენ დროს, ისე რომ არასახელებენ კონკრეტულ ვადას. ერთადერთი რაც მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ცოტა ხნის წინ გადაჭრით თქვა, ისაა რომ ახალი მოდელი წელს არ დაინიცირდება. ერთადერთი არგუმენტი, რაც ფინანსთა სამინისტროს მიერ ქონების გადასახადის რეფორმის შემაფერხებლად სახელდება, ისაა რომ ეს გადასახადი თითოეული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დააკლდება და ბალანსის ბერკეტები ამოსაფიქრებელი. უწყების ეს არგუმენტი ფინანსისტების ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა ოპოზიცია აქ პოლიტიკური ნების არარსებობას უფრო ხედავს, ვიდრე რეალურ ფინანსურ წინააღმდეგობას. ჯერ 40,000 ლარიანი ზღვარი გასაზრდელია, როგორც მინდა, თუ საერთოდ გადავა ახალ მოდელზე, რაზეც თავად ფინანსთა სამინისტროც საუბრობდა, ალბათ ეს უკეთესი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე რატო იკავებენ თავს, არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ ეშინიათ რაღაცა ბიუჯეტში შემოსავლების დაკლების. არ დაინიცირების მიზეზი არის ის, რომ ზოგიერთ თვითმმართველობას დააკლდება შემოსავალი. ნუ ეს ახლა მნიშვნელოვანი არგუმენტია, ხო, ახლა გადამხდელებსაც ცხადი აინტერესებს საგადასახადო ტვირთი, ხო, ჩვენ გადასახადის გადამხდელებს გვაინტერესებს ამ რეფორმის შედეგად გაიზრდება თუ არა საგადასახადო ტვირთი ჩვენთვის. მაგრამ საგადასახადო ორგანოს და სახელმწიფოს ცხადი აინტერესებს შემოსავალი ხომ არ დააკლდება ბიუჯეტს. ეს გადასახადი რომ შევცვალოთ, თურმე დაახლოებით 300 მილიონი დააკლებაო მუნიციპალიტეტებს. ამაში არის დემაგოგია, აქ იგულისხმება ფიზიკური პირის ქონების გადასახადი და მართლაც საწარმოები და უამრავი სხვა ობიექტები, რომლებიც ბიზნესია, იხდიან ამ გადასახადს და მუნიციპალიტეტში მიდის. მაგრამ ფიზიკური პირების ქონების გადასახადი სულ 50 მილიონი ლარი არის წელიწადში. გავყავთ ეს ახლა 70 მუნიციპალიტეტზე ან რაიონზე და თითოს მოუწევს რაღაც ასე ვთქვათ ლარების გადახდა და არავითარი კავშირი ადგილობრივ ბიუჯეტებთან ამ გადასახადის რეფორმას არ აქვს. თუ პრობლემა არის, რომ თქვა ზუგდიდს ან ლაგოდეხს დააკლდება ფული, უბრალოდ შემდეგი ბიუჯეტის დაგეგმისას შეიძლება ამის კომპენსირება, ამაში არანაირი პრობლემა არის, მით უმეტეს რომ ამ გადასახადის, ქონების გადასახადის შემოსავლები ძალიან მარტივად პროგნოზირებადია. რეალური პრობლემა ის არის, რომ თვითონ პოლიტიკური ნება არსებობს, აგერ ხალხი იბეგრება, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იბეგრება, უფრო და მეტი ფული შემოდის ბიუჯეტში და რატომ შევწუხოთ თავი? ეს არის ერთადერთი მიზეზი. ფინანსთა სამინისტროს თხოვეთ განემარტა, რატომ არ იზრდება წლების განმავლობაში 40,000 ლარიანი ზღვარი ქონების გადასახადზე. ხომ არ არის ეს მთავრობისთვის ბიუჯეტის შევსების ყველაზე ადვილი და მოსახერხებელი არხი, რომლის დათმობა არც ისე მარტივია ხელისუფლებისთვის. ისიც გვაინტერესებდა ესტონური მოდელის
შემოღებას განიხილავენ თუ სხვა ქვეყნის პრაქტიკების კომბინაციას უნდა ველოდოთ. თუმცა უწყებამ ამ კითხვებზე არ გვიპასუხა. სამაგეროდ ქონების გადასახადის აბსურდულობაზე ღიად გველაპარაკებიან ოპოზიციიდან. მაგალითად, გირჩში მიაჩნიათ, რომ ქონების გადასახადის საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან მოქალაქეს პირდაპირი და არაპირდაპირი, ანუ ეგრეთ წოდებული უჩინარი გადასახადებით იმდენად ბევრის გადახდა უწევს, რომ დამატებით ქონების გადასახადი ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ფინანსური ამორალობაა და მეტი არაფერი. ერთ-ერთი ყველაზე თქვათ ამორალური გადასახადია სხვებთან შედარებით, როგორც მაგალითად აქციის გადასახადი, თუ აქციის გადასახადი ღარიბების დაბეგვრა, ქონების გადასახადი ყველა შეიძლება ეხებოდეს, ან შეიძლება ჩვენ როგორც შეხედავთ შედარებით დიდ რებს უფრო ეხებოდეს, მაგრამ ეს ფაქტობრივად დაბეგვრა იმის, რაც უკვე რამდენჯერმე დაიბეგრა და უკვე არანაირი საჭიროება აღარ არსებობს. DGG იქნება ეს კომპანიების მოგების გადასახადი, სამპენსიო შენატანი და ასე შემდეგ, აქციზები მაგალითად. ეს გადასახადები ასე პირდაპირ არ ჩანს და მიუხედავად იმისა, რომ მაინც საბოლოო ჯამში მომხმარებელს აწვება გაზრდილი ფასების სახით, ვინაიდან არ ჩანს, ადამიანი ვერ აფასებს, რამდენად იბეგრება სრულფასოვანად და ვერ ხედავს ასე ვთქვათ, რამდენია მისი წვლილი იმ ფულში, რომელსაც მთავრობას აქვს. გირჩის პოზიციას არიზიარებს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. ზურა ძნელაშვილი ამბობს, რომ ქონების გადასახადი ისტორიულად გამართლებულია და ყველა ქვეყანაში არსებობს. მიწის და ქონების გადასახადი ისტორიულად რაც გადასახადი არსებობს ყოველთვის იყო და გადასახადი რო გაუქმდეს რითი უნდა იარსებოს სახელმწიფო გადასახადებზე დგას სახელმწიფო ხო ყველაზე მთავარი ძირითადი შემოსავლის წყარო არის საგადასახადო შემოსავლები. ეკონომისტების ნაწილის აზრითაც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის პრინციპის ცვლილება იქნებოდა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი. შეიძლება ადამიანს, ანუ ოჯახს პირობითად ჰქონდეს თუნდაც 100.000 ლარამდე წლიური შემოსავალი, მაგრამ ჰქონდეს ერთი ქონება პირობითად, ხო? აი რატო უნდა გადავახტევინოთ ამ ადამიანებს წლიურად ამ ქონების გადასახადი? საქართველოში ფიზიკური პირების შემთხვევაში ქონების გადასახადს ბევრი თავს არიდებს. ზოგმა არც იცის, რომ ამის ვალდებულება აქვს. ზოგი შეგნებულად არ იხდის, რადგან წლების განმავლობაში ხედავს ადმინისტრირების სისუსტეს, თუმცა თუ ხელისუფლებამ მისი მკაცრი აღსრულება მოინდომა, დეკლარაციის წარუდგენლობაზე სოლიდური ჯარიმებია და როგორც ოპოზიცია ამბობს, ეს ხელისუფლების ხელში არსებული კარგი სადამსჯელო ბერკეტია, რომელსაც როცა უნდა შერჩევითად საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქვეყანა ზის ბომბზე. რეპრესიების ინსტრუმენტად შეიძლება იქნას გამოყენებული ეს ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება წინასაარჩევნო თუ სხვადასხვა მიზეზების გამო არავის არ ეხებოდა, ჯარიმებები და ასე ვთქვათ, სხვა მექანიზმები არ არის მოქმედებული, არადა საშინელი ჯარიმებია, ყოველდღიური ჯარიმა თითოეულ გადაცილებულ დღეზე. ამ გადასახადის ადმინისტრირება არის ძალიან გართულებული. პრინციპში არც ინდომებს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, რომ მოძებნონ, თქვათ, ვის აქვს, ძალიან მარტივად შეუძლიათ, ხო ეს, მაგრამ არ აკეთებენ. როგორც ჩანს, რაღაცა ეს ლოიალური მოდელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიცი, ჩემს ირგვლივ, შეიძლება გქონდეს ეს შემოსავალი, მაგრამ უბრალოდ არ რეგისტრირდება. არსებობს უმარტივესი ლოგიკა, რაც უფრო მეტი ფული აქვს მთავრობას, მით უფრო ნაკლები ფული აქვს ხალხს. იდეალურ შემთხვევაში პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული ხელისუფალი გადასახადებს და ამ გადასახადებზე განაკვეთებს მინიმუმამდე უნდა ამცირებდეს. ამოღებულ ფულს კი ისევ ხალხის საჭიროებებს ახმარდეს. და როგორ ხდება ეს ქართულ რეალობაში?